საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. გაკვეთილის თემა საწინააღმდეგოს დაშვების მეთოდი, როგორც დებულების დასაბუთების ერთ-ერთი ხერხი. ახლა აღწეროთ ეს მეთოდი. თქვათ, გვინდა დავასაბუთოთ რაიმე დებულება, ამისათვის საჭიროა განვიხილოთ ამ დებულების დასკვნის უარყოფა და რაიმე მსჯელობით მივიდეთ დებულების პირობის ან რაიმე ჭეშმარიტი დებულების უარყოფამდე. ამის შემდეგ გამოვიტანთ დასკვნას, რომ ჩვენი დაშვება, რომ დასკვნის უარყოფა ჭეშმარიტია იქნება მცდარი და დებულება იქნება სამართლიანი. საწინააღმდეგოს მეთოდს საფუძვლად უდევს ეგრეთ წოდებული მესამეს გამორიცხვის მეთოდი. ახლა განვიხილოთ მაგალითი, რომელსაც დავამტკიცებთ საწინააღმდეგოს დაშვების მეთოდით. პირველი. ვაჩვენოთ, რომ არ არსებობს სამკუთხედი, რომელსაც ექნება 2 ან 2-ზე მეტი ბლაგვი კუთხე. დავუშვათ საწინააღმდეგო. ვთქვათ, არსებობს ასეთი სამკუთხედი, რომელსაც აქვს 2 ბლაგვი კუთხე მაინც. რადგან ვიცით, რომ ბლაგვი კუთხის სიდიდე არის 90 გრადუსზე მეტი და 2 ბლაგვი კუთხე აქვს სამკუთხედს, მაშინ ამ 2 კუთხის ჯამი იქნება, რა თქმა უნდა, 180 გრადუსზე მეტი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სამკუთხედის სამივე შიგა კუთხის ჯამი 180 გრადუსია. ანუ ჩვენი დაშვება, რომ სამკუთხედს შეიძლება ჰქონდეს 2 ბლაგვი კუთხე, ეწინააღმდეგება ამ ჭეშმარიტ დებულებას. ესე იგი, ჩვენი დაშვება მცდარია, ხოლო დებულება, რომ არ არსებობს სამკუთხედი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს 1-ზე მეტი ბლაგვი კუთხე, არის ჭეშმარიტი. ახლა ვაჩვენოთ შემდეგი დებულება, მეორე დებულება. მეორე დებულება მდგომარეობს შემდეგში, რომ ვთქვათ, A წრფე პარალელურია C წრფის, ასევე B წრფე პარალელურია C წრფის, ვაჩვენოთ, რომ A და B იქნება პარალელური წრფეები. ეს დებულება ჩამოვაყალიბოთ პირობისა და დასკვნის საშუალებით. ამ დებულების პირობა არის A პირობაა, რომ A და B მესამე C წრფის პარალელურია ორივე. ხოლო დასკვნა არის B, რომ A პარალელურია B-ს და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ შემდეგი დებულება, რომ A-დან გამომდინარეობს B. ანუ იქიდან, რომ A პარალელურია C წრფის და B წრფე პარალელურია C წრფის, უნდა ვაჩვენოთ, რომ გამომდინარეობს A და B წრფეების პარალელურობა. დავუშვათ საწინააღმდეგო. ანუ უნდა განვიხილოთ B დასკვნის უარყოფა. B დასკვნის უარყოფა იქნება შემდეგი, რომ A არ არის B-ს პარალელური. B-ს პარალელური. რადგან A არ არის B-ს პარალელური, ანუ A და B წრფეები არ არიან პარალელური, ამიტომ ისინი გადაიკვეთებიან. შევასრულოთ ამ დებულების შესაბამისი ნახაზი. მოცემულია C წრფე პირობის თანახმად, A წრფე პარალელურია C წრფის და B წრფეც პარალელურია C წრფის. მაგრამ ჩვენ განვიხილეთ დასკვნის უარყოფა, რომ A არ არის B წრფის პარალელური. ამიტომ A და B სადღაც რომელიღაც წერტილში უნდა გადაიკვეთოს და ვთქვათ, ეს გადაკვეთის წერტილი არის M წერტილი. აღმოჩნდა, რომ C წრფის პარალელურად C-ზე არამდებარე M წერტილზე გაივლება C წრფის პარალელური 2 წრფე. ესე იგი, ეს კი ეწინააღმდეგება მეხუთე აქსიომას, რომელიც წარმოადგენს ევკლიდური გეომეტრიის ერთ-ერთ ძირითად აქსიომას, ამიტომ ჩვენი დაშვება, რომ A არ არის B-ს პარალელური, არის მცდარი და A აღმოჩნდება B-ს პარალელური. მართლაც, ან C წრფის პარალელური იქნება A, ან B. ორივე ერთდროულად არ შეიძლება აღმოჩნდეს C-ს პარალელური. ანუ იმ დაშვებიდან, რომ განვიხილეთ B-ს უარყოფა, მივიღეთ პირობის უარყოფა. A პარალელურია C-სი და B პარალელურია C-სი, ამ წინადადების უარყოფა იქნება შემდეგი. A პარალელურია
წესი ან b-ა პარალელურია, არ არის პარალელური წესი, ან b არ არის პარალელური წესი. ესე იგი, b-ს უარყოფიდან მივიღეთ 100 უარყოფა. ანუ დავამტკიცეთ ჩვენ მოცემული დებულების, შებრუნებული დებულების მოპირდაპირე დებულება. მართლაც ჩვენ ვიცით, რომ A-დან გამომდინარეობს B, ეს არის პირდაპირი დებულება, ხოლო მისი შებრუნებულის მოპირდაპირე დებულება არის ამ დებულების ექვივალენტური, ანუ ტოლფასი დებულება. ამიტომ, რას ნიშნავს ახლა ეს? თუ ჭეშმარიტია ეს წინადადება, ჭეშმარიტი იქნება ეს წინადადებაც, ხოლო თუ მცდარია ეს წინადადება, ასევე მცდარი იქნება პირდაპირი დებულებაც. ამიტომ ესენი არიან ტოლფასი წინადადებები, ანუ ერთდროულად არიან ან მცდარები, ან ჭეშმარიტი. ახლა განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. ვთქვათ, m-ი ნატურალური რიცხვია. დავასაბუთოთ, რომ თუ m კვადრატი კენტია, მაშინ n-ი იქნება კენტი რიცხვი. ეს დასაბუთება მოვიყვანოთ საწინააღმდეგოს დაშვების მეთოდით. დავუშვათ, რომ დასკვნა, ანუ m კენტია, აი ეს მცდარია. ესე იგი, m-ი იქნება ლუწი რიცხვი. მანამდე დებულება ჩავწეროთ გამომდინარეობის სახით. A-დან გამომდინარეობს b, სადაც A არის დებულების პირობა, ხოლო B არის დებულების დასკვნა. A პირობა ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ m კვადრატი კენტია. ხოლო B დასკვნა არის ის, რომ m კენტია. ანუ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ m კვადრატის კენტობიდან გამომდინარეობს m რიცხვის კენტობა. იმისათვის, რომ გამოვიყენოთ საწინააღმდეგოს დაშვების მეთოდი, უნდა განვიხილოთ b-ს უარყოფა. b-ს უარყოფა ჩაიწერება შემდეგნაირად. b თავზე ხაზით და ნიშნავს, რომ m-ი კენტი არ არის. ანუ თუ m-ი არ არის კენტი, ესე იგი m-ი არის ლუწი. ანუ b-ს უარყოფა იქნება ის, რომ m-ი ლუწი რიცხვია. რადგან m-ი ლუწი რიცხვია, ის შეიძლება ჩაიწეროს შემდეგი სახით. m-ი უდრის 2k-ს. ხოლო m რიცხვის კვადრატი იქნება 4k კვადრატი. იქიდან რომ m-ი იყო ლუწი, მივიღეთ, რომ m კვადრატი არის 4-ის ჯერადი რიცხვი, ანუ იქნება ლუწი. ანუ აქედან გამომდინარეობს, რომ m კვადრატი ლუწია. ანუ მივიღეთ a პირობის უარყოფა. a პირობა, როგორც ხედავთ, იყო, რომ m კვადრატი კენტია და b-ს უარყოფიდან ჩვენ მივიღეთ a პირობის უარყოფა, რომ m კვადრატი ლუწია. ანუ აქ ეს არის a-ს უარყოფა. ანუ b-ს უარყოფიდან გამომდინარეობს a-ს უარყოფა. ანუ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ b-ს უარყოფიდან გამომდინარეობს a-ს უარყოფა. და როგორც ვთქვით, პირდაპირი დებულება და შებრუნებული დებულების მოპირდაპირე დებულება ეს ტოლფასი დებულებებია და ისინი ერთდროულად ან ჭეშმარიტია, ან მცდარი. ანუ იმ დაშვებიდან, რომ b იყო ლუწი რიცხვი, მივიღეთ პირობის უარყოფა, ესე იგი ჩვენი დაშვება მცდარია და დებულება დამტკიცებულია. ახლა განვიხილოთ შემდეგი თეორემა. დავასაბუთოთ, რომ არ არსებობს ნატურალური რიცხვი, რომლის 21-ზე გაყოფისას ნაშთი 1-ია, ხოლო 28-ზე გაყოფისას კი არის 3. დავუშვათ საწინააღმდეგო, ვთქვათ, არსებობს ასეთი რიცხვი და ეს რიცხვი არის რაიმე x რიცხვი, რომელიც შეიძლება ჩაიწეროს შემდეგი სახით, რადგან 21-ზე გაყოფისას ნაშთი არის 1, შეიძლება ჩავწეროთ ასე 21k-ს პლუს 1. იგივე x რიცხვი 28-ზე გაყოფისას ნაშთში გვაძლევს 3-ს. ამიტომ შეიძლება ჩაიწეროს ეს x რიცხვი შემდეგი სახითაც 28n-ს პლუს 3. გავუტოლოთ ახლა ეს მარჯვენა მხარეები და მივიღებთ 21k-ს პლუს 1 ტოლია 28n-ს პლუს 3. გადავიტანოთ 28n-ი მარცხენა მხარეს და მივიღებთ 21k-ს გამოკლებული 28n-ი
ტოლია, ერთს რომ გადმოვიტანთ 3-ისკენ, მივიღებთ 2-ს და გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ 7, 21-დან და 28-დან. ფრჩხილებში დაგვრჩება 3k-ს გამოკლებული 4n უდრის 2-ს. ანუ მივიღეთ ტოლობა, რომლის მარცხენა მხარე ან 0-ის ტოლია, იმ შემთხვევაში თუ აი ეს ფრჩხილებში მოთავსებული გამოსახულება იქნება 0-ის ტოლი, ან 7-ის ჯერადია, რაც მარჯვენა მხარეს არ შეიძლება მოხდეს. მარჯვენა მხარე 2-ის ტოლია, ის არც 0-ია და არც 7-ის ჯერადია. ანუ მივიღეთ რომელიღაცა ჭეშმარიტი დებულების ფაქტის უარყოფა, ესე იგი იმ დაშვებიდან რომ შეიძლება არსებობდეს ასეთი ნატურალური რიცხვი, მივიღეთ რომელიღაც ჭეშმარიტი ფაქტის უარყოფა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დაშვება, რომ ასეთი რიცხვი არსებობს, არის მცდარი და ამით დამტკიცდა ჩვენი დებულება. ახლა განვიხილოთ კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი ფიბონაჩის მიმდევრობის შესახებ. დავასაბუთოთ, რომ ფიბონაჩის მიმდევრობის 31 და 32 წევრები ურთიერთმარტივი რიცხვებია. ეს დასაბუთებაც ვაწარმოოთ საწინააღმდეგოს დაშვების მეთოდით. დავუშვათ საწინააღმდეგო, რომ 31 და 32 წევრები არ არის ურთიერთმარტივი, ანუ მათ გააჩნიათ საერთო გამყოფი რაიმე p რიცხვი. როგორც ვიცით, ფიბონაჩის მიმდევრობაში ყოველი შემდეგი წევრი დაწყებული მესამე წევრიდან მიიღება შემდეგი ფორმულით. a32 ტოლი იქნება a31-ს პლუს a30-ს. ანუ ყოველი შემდეგი წევრი უდრის წინა ორი წევრის ჯამს. აქედან გამოვსახოთ a30. a30 უდრის a32-ს გამოკლებული a31. რადგან a32-ს და 31 წევრს აქვთ საერთო გამყოფი, ანუ იყოფა თითოეული რაიმე p რიცხვზე, ამიტომ მათი სხვაობაც გაიყოფა p რიცხვზე. აქედან გამომდინარეობს, რომ a30-ც გაიყოფა ამავე p რიცხვზე. ახლა განვიხილოთ 29 წევრი. ანუ a31 ტოლია a30-ი და a29 წევრების ჯამისა. აქედან a29 წევრი ტოლი იქნება a31-ს გამოკლებული a30. როგორც ვიცით, a31 იყოფოდა p-ზე, ასევე ვაჩვენეთ, რომ 30-ც იყოფა p-ზე, ამიტომ მათი სხვაობა გაიყოფა p-ზე. ანუ აქედან გამომდინარეობს, რომ 29 წევრიც იყოფა p-ზე. და თუ ასე გავაგრძელებთ, მივყვებით, რომ a28-ც, 27 წევრიც, 26 წევრიც, ამ ფიბონაჩის ყველა ამ წევრების წინ მდებარე წევრები იყოფა p-ზე. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ფიბონაჩის მიმდევრობის პირველი წევრი არის 1, მეორე წევრიც არის 1, მესამე წევრი არის 2, რადგან უკვე მესამე წევრიდან დაწყებული წინა ორი წევრის ჯამის ტოლია. შემდეგ მეოთხე წევრი იქნება 2-სა და 1-ის ჯამი, ანუ 3, მეხუთე წევრი იქნება 5-ის ტოლი და ასე შემდეგ. მეექვსე წევრი იქნება 8-ის ტოლი და როგორც ვხედავთ, და პირველი 5 წევრი აგერ ურთიერთმარტივი რიცხვებია, მაგრამ ჩვენი დაშვებიდან ვღებულობდით, რომ ყველა წევრს გააჩნია ერთი გამყოფი მაინც, რომელიც იყო p რიცხვი. ანუ მივედით წინააღმდეგობამდე, ანუ ჩვენი დაშვება აღმოჩნდა მცდარი და 32 და 31 წევრებს არ აქვთ საერთო გამყოფი და ისინი მართლაც ურთიერთმარტივი რიცხვები არიან. ამ გაკვეთილზე ჩვენ განვიხილეთ საწინააღმდეგოს დაშვების მეთოდი, როგორც დებულების დასაბუთების ერთ-ერთი ხერხი. ამით ჩვენი გაკვეთილი დამთავრებულია, გისურვებთ წარმატებებს.